სწორად განახლებული არის ჩვენ კითხვების შევაგროვეთ ახლა პასუხები და შემდეგ დაზუსტებები და გამოსვლებები იქნება პრემიერ-მინისტრს თხოვთ ტრიბუნასთან პასუხებისთვის. Kolegebo, დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. დავიწყებ შეკითხვის პასუხისგაცემას. ბატონი ბექა დავითულიანი კითხვა ეხებოდა შუა დერეფანს და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას, მათ შორის ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე, ანაგლის პროექტის განხორციელების ფონზე. რა თქმა უნდა, პერსპექტივა არის ძალიან დიდი. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთს დასავლეთს და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და ჩვენი ამოცანა ეს სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკური რესურსი. ციფრებში შეიძლება საუბარი, თუმცა ზოგადი სახით ვიტყვი, რომ პოტენციალი არის ძალიან დიდი. იმდენად დიდი, რომ შეიძლება ჩვენ თუნდაც მასშტაბური პროექტებით გაგვიჯერდეს ყოველწლიურად დავეწიოთ ამ პოტენციალს. თავარია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პოტენციალი იქნას ათვისებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოტენციალი არის დიდი, ჩვენ უნდა მაქსიმალურად დავითვისოთ ის დამაკავშირებელი ფუნქცია, რომელსაც საქართველოს ისტორიულად ასრულებდა, მით უმეტეს ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე კიდევ უფრო მეტად იზრდება ეს პოტენციალი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს, აქაც იგივეს ვიტყვი, არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც იძლევა მათ შორის ეკონომიკური კუთხით ახალი პოტენციალის ათვისების შეასრულებას. რაც შეეხება ამ გლობალური მოვლენების და რეგიონული მოვლენების როლს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოდგენების პოლიტიკა. და მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. პირველი რამ არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული რეგიონში არსებულ პროცესებზე, გლობალურად არსებულ პროცესებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ტენდენციები, არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებას. რაც შეეხება უკრაინიზაციის თემას, საქართველოში უკრაინული სცენარის განვითარების მცდელობას, მათ შორის მაიდნის განვითარების მცდელობა, შემდეგ მეორე ფრონტი, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. სამწუხაროდ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ღიად იყვნენ ჩართული შესაბამის პროპაგანდაში, ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რა თქმა უნდა, ეს აძლიერებდა ზეწოლას ჩვენს ქვეყანასა, თუმცა ჩვენ ამ წლების განმავლობაში წარმატებით მოახერხეთ შესაბამისი სცენარის თავიდან არიდება. და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც ამას შევძლებთ. ყველაზე რთული პერიოდი პრინციპში არის უკვე გამოვლილი, რა თქმა უნდა სირთულეები იქნება მომავალშიც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს სათანადო გამოცდილება, გვაქვს წარმატებული გამოცდილება, ასეთ საფრთხეებთან შეჯიდების კუთხით, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალშიც ყველა საფრთხეს ავაცილებთ ჩვენს ქვეყანას. სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. ყველამ დაინახა განსაკუთრებით ამ 2-3 თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და რა თქმა უნდა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიცემთ ვერავის ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მიიყვანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობამდე. სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში იქნება ბოლომდე დაცული. რაც შეეხება ოპტიმის, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ინტეგრაციას, ეს ხო ბატონი დავით სილფიმიანის შეკითხვა. და კითხვა დაისვა იმ ჭრილში, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება კრიტიკული ნეგატიური განცხადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ასეთი კრიტიკული განცხადებები წარსულშიც, იყო გარკვეული პროცესები, რომლებიც უარყოფითად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა
ჩვენ ამ სირთულეებს ვართ მიჩეული, მათ შორის უსამართლო განცხადებებსაც ვართ მიჩეული და სწორედ ამ პირობებში, უსამართლო კრიტიკის პირობებში წლების მანძილზე ეს გრძელდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული ეს არ არის მხოლოდ ბოლო წლების ამბავი, წლები აგრძელდება 2012 წლიდან უსამართლო განცხადებების შეფასებები, თუმცა ამის მიუხედავად, სერიოზული სირთულეების მიუხედავად, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო და მიიღო 4-ვე უმთავრესი ხელშესახების შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე. შეგახსენებთ, ეს იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ეს იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების DCFTA-ის ხელმოწერა, ეს იყო ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს ეს იყო კანდიდატის სტატუსი. სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს, რა თქმა უნდა, მომავალში შეიძლება იყოს გარკვეული უსამართლო განცხადებები, უსამართლო კრიტიკა, თუმცა წარსული გამოცდილება გვაძლევს ჩვენ რწმენის საფუძველს და ვართ დარწმუნებული, რომ თუ ღირსეულად განვახსოვთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს მიზანი არის მიღწევადი სწორედ 2030 წლისთვის. რაც შეეხება ლარის კურსს, იყო გარკვეული მონაკვეთი, დროის მონაკვეთი, როცა დაფიქსირდა კურსის მკვეთრი ცვლილება და სხვათა შორის ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება. რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც დაიხარჯა, ამ მიზნით დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე მოახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება და არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ დამატებით მოახერხებთ ჩვენი რეზერვების შევსებას. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები, ახლა იწყება მithumetes ტურისტული სეზონი და ეს ყველაფერი მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი რეზერვები. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია რეგიონული პროცესები, გლობალური პროცესები და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებას. ბატონი ჰერმან საბას შეკითხვა იყო ამნისტიასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა 8 თებერვალსაც ამ თემაზე საუბარი და ეს თქვენგან კითხვები. მუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო იყო პირველ რიგში ჩართული სამუშაო პროცესში, უკვე არის შედგენილი, მომზადებული სია, შესაბამისი მუხლების პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით, პირთა გათავისუფლებას და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციიროთ შესაბამისი კანონპროექტი, ჩვენ ივლისში ალბათ მოგვიწევს რიგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება, ისე რომ სექტემბერში 3 მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება. თქვენი ჩართულობა იქნება აღიარებული, თუ თქვენგანაც იქნება წარმოდგენილი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევესწრებით ამის გათვალისწინებას. მე კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, რომ არ არის დღევანდელი მონაცემები ოპტიმალური, ჩვენ გვაქვს 10,000-მდე პატიმარი საშუალო ახსოვების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს, ამისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით 1/3 პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც არის მომზადებული ამ მიზნის მიღწევაში, სერიოზულ წვლილს შეიტანს. კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ დაინიცირდება კანონპროექტი და იმედი გვაქვს თქვენი აქტიური ჩართულობის, დარწმუნებული ვართ, რომ ჩაერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. ალბათონი თეონა აკუბარდია სვავდა კითხვებს აღარ გვესწრება. შესაბამისად შეიძლება და არც გაგვეცა პასუხი მის შეკითხვებზე, თუმცა რამდენიმე კომენტარს მაინც გავაკეთებ. კარგ ჟარგონზე რო ვთქვათ, კარგ სატოპკებს გვიწევს ხოლმე ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია. პირველ რიგში საუბრობდა დღეს ელჩების დემარშზე. ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმე ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიხელეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ქვეყნის ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ჩვენ დემარში არ გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ ეს დემარში იყო სრულიად უსაფუძვლო. არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას და ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დემარშები არის დროებითი, როცა მათ არ აქვს მყარი საფუძველი.
ამ შემთხვევაშიც შეიძლება იგივეზე ვისაუბროთ, ამიტომ ქალბატონი თეონას ადგილზე მე სიტყვა დემარს არ ვახსენებდი, იმიტომ რომ ეს არ არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აქვს ჩვენს ოპონენტებს. ქალბატონი თეონა ამბობდა, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მოვაქციე თითქოს ჩვენი ქვეყანა. რა შეეხება რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, რუსეთის გავლენის ქვეშ მაშინ მოექცეოდა ეს ქვეყანა, მათი რეკომენდაციები რო გაგვეთვალისწინებინა. იგივე სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით გახსოვთ, სწორედ თეონა აკუბარდია არის იმ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრი, რომელიც ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, აი მაშინ გენახათ თქვენ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე. ან თუ გავითვალისწინებდით მათ დაჟინებულ რეკომენდაციას უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, მაშინ გენახათ რუსეთის გავლენა საქართველოში. მაშინ ახდებოდა ქალბატონი თეონას ოცნება რუსეთის გავლენის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოში. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა არის იმ ნაბიჯების ავტორი, რომელმაც გამოიწვია საქართველოში თავის დროზე რუსეთის გავლენის გაფართოება, მათ შორის ტერიტორიული წინსვლა. სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოახერხა რუსეთის ფედერაციამ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც ყველა ძალიან კარგად გვახსოვს. ასევე გახსოვთ მათ მიერ სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გაყიდვა რუსულ კომპანიებს. ეს არის ქალბატონი თეონა აკუბარდიას პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობის შედეგები, კოლექტიური ნაცმოძრაობის მოღვაწეობის შედეგები. აქედან გამომდინარე, საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს მის მესიჯებთან დაკავშირებით. ასევე ქალბატონი თეონა საუბრობდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე. სინამდვილეში ამ განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია. ძალიან ხშირად ამ წლების განმავლობაში უსამართლო ნაბიჯები იდგმებოდა ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით. კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით. ამას აკეთებდნენ მაგალითად ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ჩვენ საუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. რაც სიმართლეც არის ყველაფერთან ერთად, ანუ ერთი რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას დასავლურ ინსტიტუტებზე და მეორე სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვერდჩის ევროკავშირი, ან გვერდჩის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ საუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. სინამდვილეში სიმართლე არის სხვაგან, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, ერთი და მეორე მიმართულებით, ჭირდება ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დეოლიგარქიზაცია და მე იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად შემცირდება ზეწოლა საქართველოზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეწეოდა საქართველოში ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა საქმის ისე წარმოჩენას, რომ თითქოს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ და არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარეს. ერთი წამით რომ წარმოედგინოს ეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარეს, რა თქმა უნდა, იმთავითვე დაიმსხვრევა რეპუტაცია, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავუშვათ, აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი გზავნილი იყო მიმართული სწორედ იქითკენ, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ქართულმა საზოგადოებამ ერთ წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ტერიტორიების დაკარგვით და ასე შემდეგ. ეს არ უნდა იფიქროს ქართულმა საზოგადოებამ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ ამისათვის. რაც შეეხება შემდეგ შეკითხვას, ბატონი შოთა ხაბარელი, სპორტთან დაკავშირებით
საუბრობდა. აქ ერთ რამეს ვიტყვი, მე გამორჩა ერთი კონკრეტული ღონისძიების ხსენება, რომელიც გაიმართება მომავალ წელს საქართველოში. ეს არის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც მომავალ წელს გაიმართება, რისთვისაც ძალიან აქტიურად წარიმართება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. საქართველო უმასპინძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ჩვენი სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას და ამასაც, რა თქმა უნდა, ქვეყანა სრულად მომზადებული შეხვდება. სპორტთან დაკავშირებით დამატებით ასევე ვიტყვი, რომ ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს სპორტის განვითარება ზოგადად და კონკრეტულად მასობრივი სპორტის განვითარება. არის ძალიან დიდი მოთხოვნა დღეს საზოგადოებაში ამ კუთხით, არის ბავშვებში ძალიან დიდი მოთხოვნა, თითქმის ყველა ბავშვს უნდა ფეხბურთზე, კალათბურთზე, სპორტის სხვა სახეობებზე სიარული, ინდივიდუალურ სახეობებზე სიარული და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვუპასუხოთ ამ მოთხოვნას და ჩვენი ამოცანაა რომ დავნერგოთ სისტემური მიდგომა ამ მიმართულებით. ჩვენი საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ თითოეულ მუნიციპალურ ცენტრში მინიმუმ იყოს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსური სპორტული ინფრასტრუქტურა და ამ მიზანს თანმიმდევრულად შევასრულებთ და ეს უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვთქვი ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილი. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმ ტენდენციას, რომელიც ბუნებრივადაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სპორტის განვითარებას, როგორც მასობრივი, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ასევე ბატონი მიხეილ ყავლაშვილის საუბრობდა სპორტზე და მან მოიტანა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რაც ასევე რა თქმა უნდა იმას ემეთყველებს თუ როგორი იყო ადრე მიდგომა და როგორი არის დღეს მიდგომა. სწორედ ამ მიდგომის ცვლილებამ გამოიწვია ქვეყანაში ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს სპორტის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამიმერებ, რაც შეეხება სპორტის სტრატეგიას, სისტემური მიდგომის დანერგვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი ერთად უნდა ავსახოთ მომდევნო 4 წლიანი გეგმის ჩარჩოში. რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, ზღვაების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში, როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს აქვს შემუშავებული შესაბამისი პროექტი, სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და განსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯების მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად. ბატონი ვახტანგ მიგრელიშვილი საუბრობდა ეკონომიკურ ზრდაზე. ძალიან მარტივი საკითხია, სინამდვილეში არსებობს ნომინალური ეკონომიკური ზრდა, არსებობს რეალური ეკონომიკური ზრდა. როდესაც საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც წესი, მოყავთ ხოლმე ნომინალური ეკონომიკური ზრდის მონაცემები. იგივე ხდება მაგალითად ხელფასებთან დაკავშირებითაც, თუ ადამიანს ჰქონდა 1000 ლარი ხელფასი, 3 წლის თავზე გაუხდა ხელფასი 2000 ლარი, ამბობენ რომ ხელფასი გაუორმაგდა, ანუ 1000 ლარი გახდა 2000 ლარი. რა თქმა უნდა, ეს თავის თავში მოიცავს ინფლაციასაც, ანუ აქ არის ინფლაციის წილიც, მაგრამ ხელფასის ზრდა აღინიშნება ხოლმე ნომინალში, ეს არის მიღებული პრაქტიკა, ხო? აქ ზუსტად იგივეა, ზუსტად იგივე განსხვავება ნომინალურ ეკონომიკურ ზრდასა და რეალურ ეკონომიკურ ზრდას შორის, რაც შეეხება კონკრეტულად რეალურ ეკონომიკურ ზრდას. რეალური ეკონომიკური ზრდა 3 წლის განმავლობაში იყო 30%-ზე მეტი. ანუ საშუალო ზრდა ჰქონდა 9.7%, საშუალო ძლიური ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 3 წლის თავზე 30%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი რეალური ეკონომიკა, რაც არის ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი. ამიტომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც ნომინალურ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე. ბატონი ვახტანგი არ ესწრება, თუმცა შეგიძლიათ გადასცეთ ჩემი საუბარი, ან შეიძლება ტელევიზიით უსმენდეს ამ ყველაფერს. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად არის პარტნიორობა კონკრეტულ ქვეყანასთან სტრატეგიული. რეალურად სადაც ჩვენთვის აქვს სტრატეგიული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მნიშვნელობა, ამიტომ ქვეყანასთან ურთიერთობას იქ ვცდილობთ, რომ დავდოთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები, აქედან გამომდინარე თითოეული შემთხვევა განიხილება კონკრეტულად და სადაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმები, ყველა შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამის ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ბატონი ლადო კახაძე, გამჭვირვალობაზე იყო პირველ რიგში საუბარი. და ამ კონტექსტში კითხვა დაისვა საქართველოს დამკვირვებლების, საარჩევნო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გამჭვირვალობაზე ორ სიტყვას ვიტყვი დამატებით.
ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება თუ არა პირველი, რაც ამ პოსტის დაკავების შემდეგ მივიღე, უკავშირდებოდა სწორედ გამჭრელობას. პირველივე დღიდან, 8 თებერვლიდან მთავრობის ყველა გადაწყვეტილება არის საჯარო, ქვეყნდება და ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადად ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა გამჭრელობის ძალიან მაღალი ხარისხით, მაგალითად ბიუჯეტის გამჭრელობის ინდექსში პირველ ადგილზე ვარ ჩვენ მსოფლიოში და ანალოგიური მონაცემები გვაქვს, მსგავსი მონაცემები გვაქვს ყველა სხვა მიმართულებით. ასე დროს ერთადერთ გამჭრელ სივრცეთ ჩვენს ქვეყანაში რჩებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, რომ ეს სფეროც მოწესრიგდა და აქაც არის უზრუნველყოფილი გამჭრელობის სათანადო სტანდარტი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, გაიგზავნა უკვე მოწვევები ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში. ეს არის ეუთოდირი, მთავარი მისია, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ისინი ჩამოვლენ გრძელვადიანი მისიით. ასევე მოწვევა გაგზავნილია ნატო საპარლამენტო ასამბლეაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ყველა ამ ინსტიტუტიდან იქნება წარმოდგენილი სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი, შესაბამისად აბსოლუტურად გახსნილი ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის. რაც შეეხება დამკვირვებელთა მიუკერძოებლობას, რა თქმა უნდა, ეს არის მინიმალური სტანდარტი. ამ კუთხით გახსოვთ თქვენ, რომ ჩვენ როცა გვქონდა კითხვები კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ჩვენი შფოთვები გამართლდა. იყო კითხვები თავის დროზე ეგრეთ წოდებულ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით 2020 წლამდეც და სწორედ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. ანუ სადაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა ჩვენ შეკითხვების არსებობის, ყველგან ჩვენი ეჭვები სამწუხაროდ გამართლდა. აქ იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი. მთავარი დამკვირვებელი არჩევნების მაინც არის საზოგადოება, ქართული საზოგადოება დააკვირდება არჩევნებს. ეს არჩევნები ჩატარდება უპრეცედენტო კანონმდებლობის პირობებში. დაინერგება პირველად ჩვენი საარჩევნო ისტორიის მანძილზე ელექტრონული ხმისმიცემის წესი, ელექტრონული რეგისტრაციის წესი, ხმების დათვლის ელექტრონული წესი. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ყველა ხარვეზი საარჩევნო პროცესში. დანარჩენი ყველა შეუძლია დააკვირდეს ბუნებრივია საარჩევნო პროცესი. რაც შეეხება ბატონი გიავალსკის შეკითხვას, ხელის მუხრუჭი ეკონომიკურ ეფექტზე იყო საუბარი იმ პროცესებისა, რომელიც გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ხელოვნური პოლიტიკური პროცესი წარმოადგენს ერთგვარ მუხრუჭს ეკონომიკური განვითარებისთვის. და რამდენჯერმე თქვი ერთხელ კიდევ შემიძლია გავიმეორო, რომ არა ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ადრეც, მთელი ამ 12 წლის მანძილზე, ჩვენი ეკონომიკა თუ არის დღეს 30 მილიარდი დოლარი, თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმუმ 35 მილიარდი დოლარი, შეიძლება ყოფილიყო 40 მილიარდი დოლარიც კი. ამის განსაზღვრა ზუსტად არის რთული, მაგრამ გვექნებოდა, ვფიქრობ, მინიმუმ 5 მილიარდ დოლარიანი ბონუსი იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვიწევდა ასეთი ხელოვნური კრიზისების პირობებში ქვეყნის მართვა. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რადგანაც პრინციპული იყო გამჭრელობის შესახებ კანონის მიღება, არის სწორედ ეს, რომ ასეთი ხელოვნური მუხრუჭი არ უნდა ქონდეს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და არ შეიძლება შავი ფულით, დაფარული ფულით ხდებოდეს ქვეყანაში არეულობის მხარდაჭერა, ხდებოდეს ქვეყანაში ისეთი პროცესების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. დღეს საუბრობდი ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით. ეს არის ქვეშეთი კობის პროექტი, გაიჭრა უნიკალური 9 კილომეტრიანი გვირაბი და აქაც იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნური საბაბით ცდილობდა ამ პროექტის დაბლოკვას. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამის ქონდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, პირდაპირ მიზანმიმართულად კონკრეტული ორგანიზაციები ცდილობენ დაბლოკონ სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები. ამიტომ ეს ხელოვნური მუხრუჭი არ არის მხოლოდ
ასე ვთქვათ, ზოგადი თემა, კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, როდესაც დაბრკოლებას უქმნიდნენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. გახსოვთ ის პროცესები, რომლებიც ნამახვანის ჰესის გარშემო განვითარდა. ესეც იყო პირდაპირ გამიზნული ხელოვნური მუხრუჭი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის სურდათ კონკრეტულ ადამიანებს დაბრკოლების შექმნა. მე ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის კანონი ბევრ ამ პრობლემას მოაგვარებს და ნაკლები მუხრუჭი ექნება ჩვენი ქვეყნის ზოგად განვითარებას და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მომავალში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ლევილის მამულის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი, ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს და პირიქით სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია, ხო, ჩვენი მათ შორის პოლიტიკური იდენტობის ნაწილია, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია და ვინ იყო იქ მისული? მისული იყვნენ პირდაპირ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ზონდერობდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ხელწერას, თუმცა როგორც არ გაუვიდათ მათ არაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე არ გაუვათ არც ასეთი პროვოკაციები არც მომავალში. ბატონ ფრიდონ ნიჯიას კითხვა იყო დასავლეთის დახმარებასთან და ჩვენს იქით დახმარებასთან დაკავშირებით. ზოგადად ვიტყვი, რომ თითოეული ცენტი, რომელსაც ქვეყანა იღებს, ან თითოეული თეთრი არის ჩვენთვის ღირებული. უბრალოდ არასწორია ხოლმე, როდესაც ამ თემით სპეკულირებენ ხოლმე კონკრეტული ძალები და ასეთი არაერთი სპეკულაცია მოგვისმენია. არ მინდა ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება ჩვენს წვლილს და მის მათ შორის ფინანსურ გამოხატულებას, ეს წვლილი არის საკმაოდ დიდი, მათ შორის ელემენტურად რო გავიხსენოთ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა მარტო ფინანსური კუთხით. მას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი პარტნიორებისთვის, აღარაფერს ვამბობ იმ სხეულზე, ადამიანურ სხეულზე, რომელიც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ. თუმცა ამ თემებშიც არ მინდა ძალიან ღრმად შევიდე. უბრალოდ არასწორია, როდესაც კონკრეტული მხარე სპეკულირებს ამ თემით, ჩვენი ხელწერა არ არის ასეთ სპეკულაციებში შესვლა. რაც შეეხება ჩინეთს და სტუდენტურ გასვლით პროგრამებს, ყოველწლიურად მიემგზავრებიან ქართული სტუდენტები ჩინეთში განათლების მისაღებად ან ასამართლებლად. არის სახელმწიფო პროგრამები, თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 ახალგაზრდა მიემგზავრება ჩინეთში განათლების ასამართლებლად ან განათლების მისაღებად. ასევე არის კონფუციის ინსტიტუტი, რომელიც დაახლოებით ასევე 20 სტუდენტს აფინანსებს ყოველწლიურად. ეს გრძელდება განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სავარაუდოდ 200-ზე მეტი სტუდენტია, რომელიც გაემგზავრა ჩინეთში განათლების მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ინტერესი არის საკმაოდ დიდი ამ თვალსაზრისით ჩინეთში განათლების მიღების კუთხით და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. რაც შეეხება პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთში, ასევე სხვა მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდა. ჩვენ ხედავთ აქ ორმაგ სტანდარტს. ერთი მხრივ საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება. ან ჩვენთვის არ შეიძლება გამჭვირვალობის კანონის მიღება, აქ ეს კანონი არის რუსული, იმათ შეუძლიათ ვინც გვაკრიტიკებს ამ კანონის მიღება და იქ ეს კანონი არ არის რუსული, არამედ არის ხან ფრანგული, ხან კანადური, ხან ამერიკული და ასე შემდეგ. ასეთ ორმაგ სტანდარტებს ვართ მიჩეული, ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა რაღაცნაირად ცხოვრობ ჩვენ ამ რეალობითაც. რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ჩვენთვის არის კარი ღია. ყველა დამკვირვებლისთვის არის კარი ღია, თუ იქნება ინტერესი ამ ქვეყნების მხრიდან, რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესი საქართველოში, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ამისათვის. ბატონი ლევან მაჯავარიანის შეკითხვები იყო. არის რთული ვითარება, გეთანხმებით, მსოფლიოში, არის კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. არაერთი ტერაქტი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ტერაქტი ან სავარაუდო ტერაქტი, რაც ვიხილეთ.
რაც შეეხება ჩვენს გამოწვევებს ამ ჭრილში, გამოწვევები არის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული. რაც შეეხება იმას, თუ რა საუბრები წარიმართებოდა დახრულ კარს მიღმა, ამ თემაზე მოვერიდები საუბარს. აქაც ერთმარტივ მიზეზის გამო ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ სხვადასხვა სუბიექტის რეპუტაციას. აქედან გამომდინარე არის გარკვეული თემები, რაზეც მოვერიდები საუბარს, მაგალითად იგივე რაც შეეხებოდა სანქციებთან მიერთებას, რაც შეეხებოდა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, უშუალოდ მეორე ფრონტის გახსნას, ვინ გვესაუბრებოდა ამაზე, ვინ არ გვესაუბრებოდა ამ თემებში შესვლა დღეს უბრალოდ არ მინდა. რაც შეეხება სამომავლო ოლოდინებს რეგიონში ვითარების განვითარებას სოფლიოში და ჩვენს გარშემო, ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ასე ვთქვათ მოცემულობა არის საკმაოდ შემაშფოთებელი, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და ფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან რეგიონში და გლობალურად ვითარება შეიძლება სასიკეთოდ, უფრო მეტად დამშვიდდება რეგიონიც და მთლიანად მსოფლიოც, ამის დიდი იმედი გვაქვს და ასეთ ვითარებაში შემცირდება წნეხიც, პოლიტიკური წნეხიც საქართველოში. ამის რეალური პერსპექტივა არსებობს. დანარჩენი დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ყველანაირი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი პირადი მოლოდინი, საფუძვლიანი მოლოდინი არის ოპტიმისტური მსოფლიოში და რეგიონში ვითარების ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონი ბეჟანწაკაძის კონკრეტული შეკითხვა იყო, უკავშირდებოდა სტიქიურ მოვლენებს სოფელ ხანში. აქ დროებითი გზა გაკეთდა, თუმცა იქაც არის რისკები. ადგილზე არის უკვე ჯგუფი ჩასული, ისინი სწავლობენ უკვე ვითარებას და ამის მიხედვით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები, რა თქმა უნდა მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმურად დაცული და სტიქის შედეგები იყოს ლიკვიდირებული. და ბოლოს შეკითხვა ბატონი ავთო-ენუქიძე, კოაბიტაციის გაგრძელებას რაც შეეხება, კოაბიტაცია იყო თავსმოხვეული, იძულებითი მოვლენა, 2012-16 წლები იყო ძალიან რთული ამ თვალსაზრისით, მაშინ იყო თქვენ გახსოვთ კოალიცია, ქართული ოცნება, რომელიც შედგებოდა მთელი რიგი პარტიებისგან. ეს პარტიები ვინ იყვნენ, ბოლოს კი გამოჩნდა საბოლოო ჯამში და ვის ემსახურებოდნენ და ასეთ ვითარებაში უბრალოდ იძულება იყო ქართული ოცნებისთვის კოაბიტაციის, ეგრეთ წოდებული კოაბიტაციის რეჟიმში ყოფნა. თუმცა ჩვენ თქვით საკმაოდ ხმამაღლა გასული თვეების განმავლობაში, რომ ვაპირებთ პრინციპული მიდგომით მოქმედებას იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც ამდენი წელია, 20 წელია არასვენებენ ამ ქვეყანას. ჯერ იყო 9 წელი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა არის 12 წელი, როცა არიან ოპოზიციაში. და ეს ადამიანები უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას და ესენი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან სრულიად სხვა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა ასეთი ძალების და ადამიანების მიმართ იქნებოდა უბრალოდ დანაშაული. ჩვენ გვაქვს დღეს რესურსი იმისათვის, რომ პრინციპულად დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, ერთ-ერთი გამოსვლის დროს საპარლამენტო, ჯერ კიდევ საპარლამენტო გამოსვლის დროს გავაკეთე განცხადება, რომ არ დავუშვებთ არც ერთ ეგრეთ წოდებულ ნაცს, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის არც ერთ წევრს, არც ერთ თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც არიან უარყოფითად განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ და საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება. ამის რესურსი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი რესურსი გვექნება არჩევნების შემდეგ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვექნება მაქსიმალურად პრინციპული დამოკიდებულება იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება პროცესების განვითარება. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ბატონი გიას მიერ წამოჭრილ, ბატონი გიევოლსკის მიერ წამოჭრილ საკითხს. მუხრუჭი, ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დაამუხრუჭონ ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. სად ვარ? მოვისმინოთ ამაზუსტებელი შეკითხვა. მადლობა. დაზუსტებები. ეს იყო პირდაპირ